მშვიდობა მოგმადლობთ მერთხელ ძვირფასო საზოგადოებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ერთ საკმაოდ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხზე. კერძოდ რაგვარია კავშირი ელინიზმისა ღვთისმეტყველებასთან, ცხადია საუბარია მის ნეგატიურ გავლენაზე. ჩვენ ასევე შევადარებთ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიების მდგომარეობას და დამოკიდებულებას ელინიზმისადმი, როგორი კვალი იქონია მან ერთსა და მეორეზე და შემდეგ ამ საერთო ნეგატიურ ფონზე, რასაც ელინური წარმართობა ქვია, მის ზეგავლენამ როგორ მიიყვანა უნიამდე დასავლეთიცა და აღმოსავლეთიც და ამის შემდეგ პარალელურ რეჟიმში როგორ ვრცელდება ეს გნებავთ ეკუმენისტური, გნებავთ მოდერნისტული შეხედულებები და როგორი კვალია ასევე ელინიზმთან ამ ყოველივესი. დავიწყოთ უნდა იმით, რომ როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ პირველ საუკუნეებზე, როცა ეკლესია არის დასავლეთში და აღმოსავლეთშიც, იქ ხედავთ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს. კერძოდ იმას, რომ ორივე მხარეს გარკვეული ელინისტური ზეგავლენა შეიმჩნევა. ამან გამოიწვია სწორედ ერესების გამოჩენამ, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. თავდაპირველად ალბათ გნოსტიკურ ერესებზე უნდა იქნას გამახვილებული ყურადღება, მაგრამ თუმცა იქ იმდენად მრავალია ეს და იმდენად ნაირსახელოვანია, მაგრამ ამავე დროს ერთი სიტყვით შეიძლება ჩამოყალიბდეს, როგორც გნოსტიციზმი, ანუ აღრევა წარმართობისა ქრისტიანობასთან, ხომ ჩვენ უფრო მნიშვნელოვან და უფრო მკაფიო გამოვლინებებზე გვსურს გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. კერძოდ თუ დასავლეთში საუბარია ისეთ ერესზე, როგორც არის პელაგიანელობა, აღმოსავლეთში ცხადია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ერესი გახლავთ ორიგენიზმი. ორივეზე, როგორც გითხარით, საკვანძო ესეთი ზეგავლენა მოახდინა ელინურმა ფილოსოფიამ. აქვე ვიტყვით, რომ იმ პერიოდისთვის საერთოდ განათლების სფერო არ წარმოიდგინებოდა ზოგადად ელინური განათლების გარეშე, ანუ უმაღლესი განათლება ადამიანისა მოიაზრებდა სწორედ ამ ელინისტურ განათლებას, მათ შორის ქრისტიანებშიც და თავადწმინდანებიც კი სწავლობდნენ ელინურ ფილოსოფიას, რიტორიკას, ლოგიკას და ასე შემდეგ, რათა სათანადო პასუხი გაეცათ ეკლესიის მტრებისთვის. მაგრამ ეს სულისკვეთება, რაც უკვე ერეტიკულ სწავლებებში გადაიზარდა, იქ ცოტა სხვა გვარად იყო საქმე. საქმე რაშია? თუ განვიხილავთ ორიგენეს, როგორც ცალკე მის ძირითად ძირეულ მოსაზრებას, იქ დავინახავთ სუფთა პლატონურ შეხედულებას იმის შესახებ, რომ სამშვინველი არის ღვთაებრივი ნაწილი. განსაკუთრებულად სამშვინველის გონებრივი ნაწილი არის ღვთაებრივი. ეს არის არა მარტო პლატონიზმის, არამედ შემდეგ უკვე ნეოპლატონიზმის შეხედულებები, მანამდე არისტოტელსაც იგივე ჰქონდა და სხვა ფილოსოფოსებსაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ რისი მოკლე შეფასება შეგვიძლია გავაკეთოთ იმისი, რომ ორიგენიზმი როგორც ესეთია ანთროპოლოგიური თვალსაზრისით მოიაზრებდა ადამიანს, მის გონების გონებრივ ნაწილს ღვთაებრივად. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ადამიანი პირველქმნილი ცოდვით დაეცა და მასში ეს ბუნებრივი პოტენციალი არსებითად შეიცვალა ცოდვისმიერი მიდრეკილებისკენ, ორიგენიზმში არ არსებობს. ეს ცხადია და ამ სულისკვეთებამ საკმაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა შემდეგ უკვე თანამედროვე საღვთისმეტყველო საზრისზეც კი. რაც შეეხება დასავლეთ პელაგიანელობას, აბსოლუტურად იმავე ტენდენციებს შევნიშნავთ იქაც, გულისხმობთ ის, რომ პირველქმნილი ცოდვა იქაც არის არაფრად მიჩნეული, ანუ
დარჩა ადამის და ევას ცოდვად, ხოლო დანარჩენ კაცობრიობას თავისი ბუნებრივი რესურსები, რომელსაც ისინი მადლად მიიჩნევენ, ხომ? ის არის თვითკმა ადამიანის ცხონებისათვის და ფაქტობრივად ღმერთს რაღაც ნაწილობრივი ადგილი მიეკუთვნება ადამიანის ცხოვრებაში. ძირითადად ადამიანი თვითონ თავისი ღვაწლით, თავისი შრომით ახერხებს, ესე იგი, ცხონებას. იმიტომ რომ მას ეს პოტენციალი თავის თავში აქვს და არანაირი დაზიანება მისი სულიერი და ადამიანისეული ცოდვით, მთლიანად კაცობრიობისა, როგორც ამას პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ადამიანში ყველამ შევცოდეთ და ფაქტობრივად მოხდა მთლიანად ადამიანის თვისობრივი ცვლილება, ანუ ადამიანი იბადება სიკვდილში, როგორც დავით მებრძანებს, აი ეს კრიტერიუმები არის აშკარად შეცვლილი და უფრო მეტიც პირდაპირ დაპირისპირებასაც ხედავთ წმინდა წერილთან, კერძოდ პავლე მოციქულთანაც და სხვა წმინდა წერილის სწავლებებთან. ანუ აქ ერთი საერთო უკვე ჩვენ მოვნახეთ დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის და ამას არ ჭირდება დიდი ძიება და კვლევა, ვინაიდან ორივე მხარეს აქვს, ესე იგი, თავისებურად წარმოდგენა ადამიანზე, როგორც რაღაცა მნიშვნელოვან ღირსეულობაზე, რომელსაც არანაირი დაცემული კატეგორიები არ ეხება, მართალია ცოდვა იყო, მაგრამ ის ცოდვა ადამიანის ბუნებაზე ზეგავლენა არ მოუხვევია, შესაბამისად ადამიანი თავისი აი ამ ჰუმანისტური აზრებიდან გამომდინარე, ის არის თვითკმა არსება, რომელსაც შეუძლია თვით ცხონებაც კი. ამან ყველაფერმა, რა თქმა უნდა, გამოიწვია სერიოზული საღვთისმეტყველო ცვლილებებიც და უფრო მეტიც გარკვეულწილად ეკლესიის წიაღში შემოიჭრა. შემოიჭრა როგორ? დასავლეთში შემოიჭრა ნახევრად პელაგიანელობის სახით, ხოლო აღმოსავლეთში შეგვიძლია ვთქვათ იგივე ნახევრად ორიგენიზმი, სხვაგვარად შეგვიძლია ვთქვათ მაგალითად ჭყალებში მართლმადიდებლური ორიგენიზმის სახით. რას გულისხმობთ ამაში ჩვენ? იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ მსოფლიო კრების დონეზე, მეხუთე მსოფლიო კრებაზე განაჩინა და ანათემას გადასცა ორიგენეს სწავლება და თავად ორიგენეც და მასთან ერთად ევაგრეც და დიდიმიც და სხვები, მიუხედავად ამისა, აშკარა მკაფიო ერესის გამოვლინების გარდა, რომელიც აპოკასტას გულისხმობს და საყოველთაოდ ცხონებას, რომელიც ერთხმად იქნა, რა თქმა უნდა, მიუღებელი საზოგადოებაში, ორიგენიზმის რაღაც თვისებები მაინც შემორჩა და უფრო მეტიც ევაგრეს სახით შემოიჭრა კიდეც პატრისტიკაში, იმიტომ რომ თვითონ ევაგრეს სწავლებები ვრცელდებოდა როგორც წესი ცალკეული წმინდა მამების სახელებით. აი ესეთი ტენდენციები შეინიშნებოდა მრავალი წლებისა და შეიძლება ითქვას საუკუნეების მანძილზე და ეს ნეო-ორიგენისტული საზრისი ეკლესიაში შეიძლება ითქვას აი ესეთნაირად შემოიჭრა. ანუ ადამიანი რომ რა იყო მთავარი ესეთი კრიტერიუმი ევაგრესა და ორიგენეს ის რომ ადამიანი თვითონ მოვაწეობს, თვითონ იწყებს ღვაწლში ცხოვრებას და შემდეგ აი ამ ღვაწლს ღმერთი აჯილდოვებს. და არა ისე პირიქით, როგორც ამას ეკლესია ასწავლის, რომ თავად ღვაწლიც ადამიანიჩლა იქ ლოცვა იქნება თუ სხვა სათნოებები ბოძებულია ღვთის მიერ. იგივე ტენდენციები შეინიშნებოდა აბსოლუტურად ერთი და იგივეა ამ შემთხვევაში ნახევრად პელაგიანელობაშიც, იქაც მადლსა და ადამიანის თავისუფალ ნებას შორის სინერგიული კავშირი მყარდება და ეს მადლი და ადამიანის თავისუფალი ნება თანაბარი სტატუსებით სარგებლობს. ის კი არა რომ ღმერთი განაგებს ადამიანის ცხოვრებას, არამედ ადამიანი ნახევარ-ნახევარზე ასე ვთქვათ, მაგრამ პოტენციურად ადამიანის, ესე იგი, უპირატესობებზეა საუბარი აი ამ შემთხვევაში და ეს უპირატესობები ნელ-ნელა ჩვენ დავინახავთ ამას იზრდება ეს თვითონ საღვთისმეტყველო და საეკლესიო წრეებშიც. რას გულისხმობთ ამას? დასავლეთში გულისხმობთ
პრიმატის შემოღებას აღმოსავლეთში უკვე ჩდება მსოფლიო პატრიარქის ტიტულზე საუბარი და აი ამ წინააღმდეგობას უკვე ჩვენ ვაწყდებით, როცა კრებსიტი ცნობიერების თანახმად ეკლესიაში ყველა პატრიარქი თანასწორია, ეს ამბიციები იზრდება როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, მაგრამ რა თქმა უნდა, დასავლეთში მან უფრო სავალალო შედეგები მიიღო და თვითონ დოგმატის სახეც კი მიიღო პრიმატის სწავლებამ, გულისხმობთ იმას, რომ თითქოს რომის პაპს აქვს მთლიანად უფლებამოსილება მთელს სამყაროზე, ცხადია მთელს საქრისტიანოზე და ეს კონცეფცია საიდან არის ახლა გამოსული. პირველი, რაც გაყოფს ხო ეკლესიას, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიას, ეს გახლავთ ფილიოკუეს ერესი, ხო? ჩვენ ვიცით, რომ კათოლიკებმა, იგივე პაპისტებმა განიზრახეს და ჩაამატეს სულიწმინდის გამომავლობაში დაძისაგან ესეთი ტერმინიც, ხო? ჩვენ ვიცით, რომ როგორც წმინდა წერილით, ისე მსოფლიო კრებების დადგენილებებით სულიწმინდა მამისაგან გამოვლას. მათი ჩამატება უკვე პირველივე საუკუნეებიდან შეინიშნებოდა, მაგრამ ესეთი დოქტრინალური ხასიათი ამას არ ჰქონდა, არამედ უფრო წესჩვეულება იყო დასავლეთის ეკლესიისა, მაგრამ როგორც გითხარით, აი ამ ტენდენციამ, რომ ადამიანი რაღაც დიდ ვინმეს წარმოადგენს და აქვე ემატება, რა თქმა უნდა, ის ჰუმანიზმის იდეები, რომელიც მსოფლმხედველობების სახით უკვე ძლიერდება, ხო, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, აქ რენესანსი და აღორძინება ეს დასავლური კულტურისა, ეს ყველაფერი ამისი, რა თქმა უნდა, წამახალისებელი ფაქტორები გახლავთ და ხედავთ რა ტენდენციას, რომ ფილიოკუეს ჩამატებით, ანუ დაძისაგან ჩამატებით, კათოლიკები ფაქტობრივად რას ამბობენ ახლა? თუ ქრისტე მათი ცნობიერებით, ქრისტეს ნაცვალი იყო პეტრე მოციქული და შემდეგ პეტრე მოციქულმა თავისი ეს უპირატესობა სხვა მოციქულებზე გადასცა რომის პაპებს, შესაბამისად, რომის პაპები არიან ქრისტეს ნაცვალები ამ ქვეყნიური გაგებით. ანუ ქრისტეს ფუნქციას ისინი ატარებენ და ეკლესიაში, ხომ? ეს არის ამ პრიმატის ესეთი უპირატესობის, ძალაუფლების უპირატესობის თეზა. მაგრამ ნახეთ თუ ჩვენ დაძისაგანში ჩავსვავთ რომის პაპს, იმიტომ რომ ის ითვლება, ხო, მათი აზრით, აი ამ ქრისტეს სწავლების და თვითონ ქრისტეს გამგრძელებლად, ხო? ნახავთ, რომ თურმე დაძისაგან გამომავლობით ისინი თვითონ პაპისაგან გამომავლო სულიწმინდა, ესე იგი პაპისაგან გამოდის, გესმით? ანუ თვითონ სულიწმინდის მართვაც კი უკვე პაპების პრეროგატივა ხდება. ესეთი უზარმაზარი დოგმატური ცდომილობა მოიაზრება თვითონ აი ამ კონტექსტში და ცხადია ის არის ერეტიკული სწავლება, რომელიც ვიცით ჩვენ წმინდა პატრიარქი ფოთის მიერ და სხვა წმინდა მამების მიერ მე-9 საუკუნეში იქნა ხილებული და შემდეგ უკვე დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის სქიზმის და შემდეგ უკვე ერესად კვალიფიცირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდათ. რა თქმა უნდა, ეს პირველობის ჟინი, როგორც გითხარით, პრიმატის სახით კიდევ უფრო გაძლიერდა, შემდეგ უკვე უცდომელობის დოგმატამდეც კი მივიდა კათოლიციზმი, ხომ? იქაც იგივე აბსოლუტურად იგივე ამბიციებზეა საუბარი, როცა ადამიანი არის რეალურად გაღმერთებული, ანუ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ქრისტეს უცდომელობის რომ ის არის ერთადერთი დედამიწაზე უცდომელი, ვისაც განკაცებული ღმერთი, აი ამ დოგმაც პირველ მსოფლიო კრებისა ისინი უხეშად არღვევენ შემოღებით იმ სწავლებისა, რომ თითქოს და რომის პაპები, როცა საუბრობენ ექს-კათედრიდან, ისინი საუბრობენ უცდომელად და ეს უცდომელობის დოქტრინა მათი ერთ-ერთი
საკვანძო მნიშვნელოვანი სწავლება გახდა. ამან რა თქმა უნდა შემდეგ ჩვენ აქ შეგვიძლია საუბარი ასევე ხელთუქმნელი მადლის შესახებაც, იქაც იგივე ტენდენციებია ნახეთ, თუ დავინახავთ ჩვენ რომ ისინი საღვთო ენერგიას ეძახიან ქმნილს შესაბამისად, მათთვის პაპი ხდება ასევე აი ამ ენერგიების განკარგველიც, იმიტომ რომ ის ღმერთი ჭეშმარიტი მათთვის არის, როგორც ხედავთ ჩვენ ამას მათი კონცეფციებიდან, ტრანსცენდენტური, ანუ მიღმიური და სადღაც თავისთვის, ხოლო დედამიწაზე ყოველივე ამას არა საღვთო მადლის ენერგიები განაგებს, ანუ ღმერთი ენერგიების სახით, ღვთის საღვთო მადლის სახით, არამედ რომის პაპები თავისი აი ამ პირამიდული სწავლებით, რომ მას ემორჩილება მთელი სამყარო. ეს რაც შეეხება დასავლეთის კონცეფციას. იგივე, ოღონდ რა თქმა უნდა, დოქტრინალური ხასიათი ამას არ მიუღია, როცა სულ უფრო და უფრო წამოწეულია წინ ელინისტური ხედვები, როგორც უპირატესი აღმოსავლეთ ეკლესიაში, როგორც უპირატესი სწავლება, ეს გახლავთ, როგორც გითხარით, მსოფლიო პატრიარქის ტიტულის შემოღება და ზოგადად ეკლესიაში აშკარად შეინიშნება ეს ელინისტური უპირატესობა ბერძნულ ეკლესიებში, თითქოს და მათი როგორც პენტარქიის პირველი ეკლესიები, ხომ აქვთ განსაკუთრებული პრივილეგია არა მხოლოდ პატივით, როგორც ეს ნამდვილად მათ ეკუთვნით, არამედ უფლება მოსილებითაც კი, რასაც ვხედავთ ჩვენ უკვე აღმოსავლური პაპიზმის გამოვლენებაში, რომელიც მკაფიოდ წარმოჩინდა აი ამ ბოლო საუკუნეებში. მაგრამ მნიშვნელოვანი აქ კიდე გახლავთ ის ერთი ფაქტორი, რომ რაზეც ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ რა იყო მათში საერთო. საერთო გახლავთ ის ელინისტური სული, ანუ რასაც ქვია რომაელობა, რომელიც ახასიათებდა როგორც დასავლეთს, ისე აღმოსავლეთს. ანუ ეს რომაული უპირატესობა იყო სწორედ ის საკვანძო კავშირისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა შემდეგ უკვე უნიები. ის ფაქტორი, რომ ორიგენიზმი და პელაგიანელობა ფაქტიურად ერთი და იგივე საწყისების იყო, ჩვენ ეს თქვით და უფრო მეტიც შეგვიძლია თქვა, რომ ორიგენისტები მსოფლიო კრებების და მათი დევნის შემდეგ თვითონ აღმოსავლეთში გადაბარგდნენ, ასე ვთქვათ, დესანტის სახით საფრანგეთში და მონასტრები დააარსეს და იქ პოლემიკას აწარმოებდნენ ნეტარ ავგუსტინესთან და ზოგადად კართაგენის კრებასთან იყო მათი შეუთავსებლობა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამატებდა ერეტიკულ შეხედულებებს დასავლეთის მხარეს, იმ პელაგიანელობას და სხვა ერესებს და ემატა კიდე ორიგენიზმიც და აქედან ორიგენული კვება არ შეწყდა, როგორც თქვით, რომ პატრისტიკაში ევაგრისეული სული საკმაოდ ძლიერად მოქმედებდა და ეს რომაული უპირატესობაც იქიდანაც იგივე ფაქტიურად ხედავდა. აი ამ მე-15 საუკუნეში ჩვენ როცა ხედავთ, რომ უნიების კასკადი იწყება, ხო, უფრო მე-14-დანაც კი ხედავთ ჩვენ ლეონის უნიას, ფერარო ფლორენციის უნიას, ბრესტის უნიას და ასე შემდეგ. აქ ჩვენ ხედავთ, რომ აღმოსავლეთს როცა უჭირს ისტორიულად, ხო, ბიზანტიას უჭირს და მტრისგან განადგურებას ელოდება, ის არა მართლმადიდებულ ქვეყნებს მიმართავს დახმარებისთვის, არამედ რომის ეკლესიას. ნახეთ და ზოგადად დასავლეთს. რატომ? სად არის ამაზე პასუხი? და პასუხი არის სწორედ აი ამაში, ძმაუნდადანო, რომ მათი ეს ელინისტური სული დიდების მოყვარეობისა, პატივმოყვარეობისა, უპირველობისა, ამავე დროს ის, რომ ადამიანი თავისი ბუნებით თურმე არ ყოფილა ესეთი ცუდი, როგორც ამბობდა კართაგენი და როგორც ამბობდა ნეტარი ავგუსტინე და ის ნამდვილად ღირსების მქონია თავისთავად და მადლის საჭიროება მასში ფაქტობრივად ნულზე დაყვანილი ხდება,
ამან მოიტანა სწორედ აი ეს უნიატური სულისკვეთება, რომელიც საერთოდ პოულობდნენ ორივე მხარეს სინამდვილეში და არაფერი წინააღმდეგობრივი მათ კონცეფციებში ფაქტობრივად არ შეინიშნებოდა. ამიტომ იყო რომ მარკოს ეფესელმა მარკოს ეფესელი აღმოჩნდა ერთადერთი ღვთისმეტყველი და ერთადერთი ბურჯი ფაქტობრივად, რომ საღვთისმეტყველო პოლემიკა ვინც გამართა აი ამ ორივე მხარესთან, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან, იმიტომ რომ მათი შერწყმა, ეს უნიატური შერწყმა იყო საშინელი ერესის გამოვლინება და უბედურება ის იყო, რომ აღმოსავლეთში ამის შემდეგ უკვე ფაქტობრივად ჩვენ ვხედავთ, რომ აი ბიზანტიის დაცემამდე მთელი ერთი საუკუნე ხდება პაპის მოხსენება. გესმით, რამხელა მკრეხელობამდე და რამხელა ერეტიკულ შეხედულებამდე მივიდა აღმოსავლეთი აი ამ თავისი მუდმივი კომპრომისებით დასავლეთთან და ზოგადად ელინიზმთან. აი ამ ელინისტურმა სულმა მოიტანა ის, რომ მათთვის უფრო უპრიანი იყო გაერთიანება დასავლეთთან, ვიდრე მართლმადიდებლურ აღმოსავლეთთან, იმიტომ რომ კრებსით თვალსაზრისით ხომ მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი პატრიარქების ერთობლივი დგომა, შესაბამისად მართლმადიდებელი ქვეყნებისა, მაგრამ ეს ასე არ გაკეთდა კონსტანტინოპოლში და რისი წარე პასუხიც მიიღო განაჩენის სახით და ეს განაჩენი გახლავთ ბიზანტიის დასასრული და კონსტანტინოპოლის სტამბულად გადაქცევა. ამით არ დასრულებულა, რა თქმა უნდა, ეს ტენდენციები ერთმა მხარემ ეს წარე გაკვეთილები ვერ გაითვალისწინა და აი ამ უნიებს შემდეგ კიდე მოხდა მე-20 საუკუნეში უნიატური ხელშეკრულებების გაფორმება, იგივე ბალამანდის უნია, იგივე შანბეზი და ზოგადად 2016 წლის კრეტის კრებას ჩვენ შეგვიძლია ასევე ესეთი უნიატური უწოდოთ, იმიტომ რომ იქ ესწრებოდნენ ვინც განსაკვეთი იყო და ვინც ანათემას გადასაცემი იყო, პაპისტები და პროტესტანტები და მონოფიზიტები ყველა იმ კრებას ესწრებოდა როგორც საპატიო წევრები და მათ ასევე კვალიფიცირება მიენიჭათ როგორც ეკლესიებისა. უკვე კრების დონეზე ცხადია ცრუკრებისა და ყოვლად მიუღებელის მართლმადიდებლური თვალსაზრისით, მაგრამ აი ეს უნიატური გადაწყვეტილებები აი სულ აგერ 10 წლის წინათ განხორციელდა დედა ეკლესიის წინაშე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პრეტენზიებს, რომელიც თქვი ჩვენ, რომელიც ახასიათებს დასავლეთს რომის პაპის სახით, ასევე აღმოსავლეთს აღმოსავლური პაპის, ანუ კონსტანტინოპოლის სოფლიო პატრიარქის სახით, რაც რა თქმა უნდა ცდომილის შეხედულებაა, მაგრამ ჯერჯერობით ვიმედოვნებთ, რომ ეს დოქტრინალურ ხასიათს არ მიიღებს ეკლესიაში, თუმცა პოტენციურად ეს ტენდენციები აშკარაა სახეზეა და თუ დასავლეთში ჩვენ დავინახეთ, რომ ეს პირველობის მანია, ასე ვთქვათ, დასრულდა იმით, რომ მათ მიიღეს უამრავი ესეთი დოგმატური ცდომილი შეხედულებები პრიმატისა და უცდომელობის სახით და შემდეგ დაამატეს ეს ერესები თავის ნუსხაში, იგივეს ოღონდ ფარული სახით ჩვენ ხედავთ აღმოსავლეთშიც, რაც გამოვლინდა უნიების სახით და ეს უნიები უნდა მოგახსენოთ, რომ მათთვის აი ამ მოდერნისტულად და ეკუმენისტურად მოაზროვნე საზოგადოებისთვის ითვლება დოკუმენტებად, სერიოზულ დოკუმენტებად. ეს არის პრობლემა. ჩვენ როცა ვსაუბრობთ საღვთისმეტყველო დავაზე, ხომ, კათოლიკებთან, ზოგადად ეკუმენიზმის არა მნიშვნელობაზე და ზოგადად მიუღებლობაზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი საპირისპიროს გვეუბნებიან, გვესაუბრებიან იმ კონფესიათა შორის დიალოგებით, რომელზეც თითქოს რაღაც საკითხებს ეტაპობრივად გადაწყვიტეს, ჯერ ერთი პრიმატის საკითხი, მერე პირველ 1000 ლეულში, მერე მეორე 1000 ლეულში, მერე საღვთისმეტყველო სხვა საკითხები, თვითონ თავისი ჯგუფი ასეთი დიდი ეკუმენისტებისა, დასავლეთის, აღმოსავლეთის არეული ერთმანეთში სინამდვილეში
აბსოლუტურად ერთი კატეგორიის ხალხი, ერთი და იგივე განათლება მიღებული, ერთი და იგივე საღვთისმეტყველო სკოლებში სწავლობენ ეს ხალხი და კონფესიებს შორის განსხვავება მათთვის არის არაფერი ფაქტობრივად. და ჩვენთვის კიდე ვინც მართლმადიდებლურად ცნობიერებით ცხოვრობთ და ვატარებთ აი ამ პრინციპებს, რაც სოფლიო კრებებმა გადმოგვცა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი ცნებები და სწორედ პირველ საწყისებს ჩვენ ხაზგასმით ვამბობთ, ხედავთ ელინიზმში, რომელმაც განავითარა ეს ერეტიკული შეხედულებები, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში და ეს საერთო აი ამ ერეტიკულმა სულისკვეთებამ ნაზავით ელინისტურ წარმართობასთან ესე იგი სინთეზში მოიტანა ეს ეკუმენისტური ხედვები, რომელიც გადაიზარდა უკვე პანეკუმენისტურშიც. გულისხმობთ იმას, რომ ამაში ჩაერთო არა მხოლოდ კონფესიები, ქრისტიანული კონფესიები, არამედ უკვე სხვა რელიგიებიც კი. რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ მცირე სამწყსო კონცეფცია, რომელიც არის წმინდა წერილში მოცემული, მისი დაცვა იქნება მნიშვნელოვანი სწორედ იმ კატეგორიის ადამიანებისა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს მცდარი შეხედულებები ყოვლად მიუღებელია მთლიანად კრებსიტი ცნობიერებისთვის და მართლმადიდებლური სწავლებისთვის, ცხადია ეს ადამიანები აღმოჩნდებიან და ვართ კიდეც უკვე უმცირესობაში, მაგრამ ეს უმცირესობა ნიშნავს იმ ჭეშმარიტებაში ყოფნას, რასაც მცირე სამწყსო ქვია. დასასრული ამისა ჩვენ უკვე პრინციპში ვიცით, ეს იქნება ანტიქრისტეს რელიგია, რომელშიც მეთაურობს თავად ანტიქრისტე და რომის პაპი და სხვა ესეთი პატარა პაპები თავის ფუნქციებს ასეთი მართვისთვის შეასრულებენ, რა თქმა უნდა, მათთან ერთობა არანაირი სახით არ განხორციელდება იმ პერიოდში იმ მცირე სამწყსოს მიერ, რომელიც იქნება ერთგული ჭეშმარიტებისა. ღმერთმა დაგლოცოს, შეგვიწყალოს და აი ამ დიდ აურზაურში, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ესე ძლიერად გამოიკვეთა, ეკლესია და თვითონ მრევლი და ზოგადად ხმა ეკლესიისა იპოვის სათანადო გამოსავალს, სადაც უფალი ბრძანებს, რომ მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება. ღმერთმა დაგლოცოთ მომავალ შეხვედრა.